საღამოშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო, დღეს ორშაბათია, 8:30 და ტრადიციულად ამ დროს პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი. და დღეს ამ გადაცემის წამყვანი ვიქნები მხოლოდ მე, გიორგი ლომია და ჩემი თანაწამყვანი კოჩა ჯოჯოა, უბრალოდ დღევანდელ გადაცემას ვერ ესწრება. მეორე ნაწილში შემოგვიერთება გიორგი პოპხაძე, როგორც ყოველთვის. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში, გამოთქვათ თქვენი აზრები არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ან წამოიწყოთ თქვენთვის საინტერესო თემა, თუ თქვენ თვლით, რომ თქვენს მიერ მოწოდებული თემა უფრო აქტუალურია და უფრო საინტერესოა, მზად ვართ ამ თემაზე ვისაუბროთ და განვიხილოთ. ჩვენი ტელეფონის ნომერი არის 557 88 55 დაგვირეკეთ თქვენი აზრი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. მე კი მინდა გავამახვილო ყურადღება იმ აგორებულ შავ პიარზე, რომელიც დღეს აქტიურად პროპაგანდირებს მასმედიის საშუალებებითაც, სოციალურ ქსელებშიც, ანუ გუშინდელ დღესთან დაკავშირებით, რომ თითქოს და ამ არაბიზაციის წინააღმდეგ ალტინფომ გამოიყვანა 1500 კაცი. ამას ავრცელებს იმედი და ბუნებრივია ტროლები, რომლებიც მუშაობენ ინტერნეტ სივრცეში. სირცხვილია ახლა გასაგებია, რომ შეიძლება რაღაცა ისეთი ტყუილი თქვა, რის გადამოწმებაც გაუჭირდება მოსახლეობას და საბოლოო ჯამში შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს, მაგრამ დღეს 21 საუკუნეა, ხო არსებობს კადრები, ვიდეო ჩანაწერები. და ასეთ ტყუილს რო ამბობ, კიდევ ერთხელ ადასტურებ, რომ სხვა დანარჩენ საკითხებშიც მუდმივად იტყუები. მე არ ვიცი რაში გჭირდებათ, ანუ ხელისუფლებას უგულისხმობ ახლა, რაში გჭირდებათ, რომ პირდაპირ ცდილობთ ხალხს გააცნოთ კიდევ ერთხელ თქვენი თავი, ისე რომ მუდმივად იტყუებით. თანაც როდესაც სწორ ადგილას ტყუილს ამბობ, არც ცდილობ, რომ შენიღბო. წარმოვიდგინოთ ახლა იქ, სადაც შეგიძლია შენიღბო, იქ რამდენ ტყუილს ავრცელებ. რა თქმა უნდა, არავითარი 1500 კაცი არ ყოფილა, ეგ არის სისულელეც, მოდით, სიცრუე სისულელეა ამაზე, რომ ჩვენ ახლა ვიმჟელოთ. მრავალათასიანი აქცია ჩატარდა გუშინ. ძალიან კარგია. ცუდია, რომ მრავალ 100,000 კაციანი აქცია არ იყო, ეს არის ცუდი და უბრალოდ მე ხელისუფლებას ვარწმუნებ, რომ მალე იხილავთ გარეთ თქვენ 100,000 კაცსაც და 200,000 კაცსაც, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობა ჯერ ერთი ახლა კონკრეტულად უკვე ითქვა ეს, რომ პარტიებს აღარ ეხა ალტინფომაც გამოაცხადა, რომ არც უკვე ზეპარტიულია, მათიც აქცია, ჩვენც თქვით, რომ ზეპარტიულია, არ არსებობს დღეს პოლიტიკური ძალა, ვისაც მართლა გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, რომელიც პოლიტიკური ქულების დაწერისთვის აკეთებს რაღაცას. თუ მართლა შესტკივა გული ამ ქვეყანაზე და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეხლა ყველა ადამიანი, რომელიც მოდის ერთ პარტიასთან, უნდა მივიდეს მეორე პარტიასთან, უნდა მივიდეს მესამე, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ყველგან უნდა მივიდეს, სადაც ტარდება არაბული ქალაქების აქციები. ეს კეთდება იმისათვის, რომ ხელისუფლებამ და რა თქმა უნდა თვითონ ამ კომპანიამ, რომელიც აშენებს, რომელსაც უნდა რომ ააშენოს ეს არაბული ქალაქები, იგელ ხილსი, იმათმაც დაინახონ, რომ აქ სერიოზული წინააღმდეგობა მათ შეხვდებათ. ზარია ეთერში და მე გავაგრძელოთ. გისმენთ ისაუბრეთ. გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონები გასავსო. აი ახლა რეკლამები რო გადის. და ოქიდიან უკვე წელიწად ხლისტირას. აი მაგალითად იყიდა რუსეთის მოქალაქეება. ბევრმა. და შემდეგ რუსეთის სახელმწიფომ რუსეთის მოქალაქეების ქონება რო დაიწყო. თუნდაც არ აშენებული.
და მოთხოვა საქართველოს ხელისუფლებას და სახელმწიფოს. მაშინ რა შეგეთებთ? როდის მაგოთ? კი ბატონო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არაბულ ქალაქის აშენებას ვაპროტესტებთ უпроსორად საქართველოში. ეს არ ნიშნავს მხოლოდ რომ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულად ამ ორ პროექტზე და სხვა დანარჩენი თქვათ ამ თემას არ ეხება. ჩვენ ადრე გვისაუბრი არაერთხელ აჭარის რეგიონზე, სადაც თურქებმა ჩაეგდეს ხელში თითქმის 70% ბიზნესის და უძრავი ქონების და თვითონ აშენებენ და ყიდიან თავიანთ უძრავ ქონებას თურქებზე და ფაქტობრივად აჭარელი რომ ეხლა აჭარიდან რო გვირეკავენ ხოლმე თქვენ ხომ გესმით რა საუბარი მიდის ანალოგიურად გინდა რუსეთიდან გინდა უკრაინიდან არ აქვს მნიშვნელობა კომპაქტური დასახლებების შექმნა საქართველოში საფრთხეს უქმნის ქვეყანას ეს უნდა გავიაზროთ და ეს უნდა გვესმოდეს. ეხლა თუ ჩვენ საუბრობთ რომ დაახლოებით თუნდაც 1000-მა რუსმა იყიდა სხვადასხვა ადგილას საქართველოში უძრავი ქონება, ეს საფრთხეს არ ქმნის. მაგრამ თუ კი დაიწყებენ კომპაქტურ დასახლების შექმნას, ეს უკვე გარკვეულ ანკლავის სახით, ეს უკვე გარკვეულწილად საფრთხეს გვიქმნის და შეუქმნის ქვეყანას და აქ საუბარია არაბულ პროექტებზე რატო საუბრობთ? აქ კონკრეტულად თავიდანვე ითქვა რომ უნდა ააშენონ არაბული ფაქტიურად ანკლავები. ეგ სიტყვა არ გამოუყენებიათ, მაგრამ როდესაც გაგვაცნეს, რომ ეს იქნება ძვირად ღირებული უძრავი ქონება, რომ დაახლოებით $7,000-დან დაიწყება, რომ ბევრი არაბი ჩამოაგ დასასვენებლად და ბევრი არაბი დარჩება აქ საცხოვრებლად. ასევე ძალიან ბევრი სხვა უცხოელიც იყიდის აქ ქონებას. მე არაფერს არ ვუტრირებ, შეგიძლიათ გადაახვიოთ, სიტყვა სიტყვით ვიმეორებ კომპანიის ხელმძღვანელის ნათქვამს. არა, მე არ მჩვევია თქვენ კარგად თუ ვინმე დიდხანს მიყურებს და მიცნობს უკვე კარგად, მე მგონი გამიცანით, მე არ ვცდილობ უტრირებას. თუ ვუტრირებ, ვამბობ კიდევაც რომ ვუტრირებ. ეხლა მე სიტყვა სიტყვით ვიმეორებ ამ კომპანიის უფროსის ნათქვამს, რომ აქ ჩამოვა დასასვენებლად ძალიან ბევრი არაბი, აქ ძალიან ბევრი ასევე ამბობს, აგრძელებს, რომ ძალიან ბევრი არაბი შეიძენს აქ ქონებას, რომ დარჩეს, გადმოვიდეს საცხოვრებლად და ასევე მდიდარი ქართველებიც უცხოეთიდანაც ჩამოვლენ და იყიდიან. მე არ ვიცი ახლა რატო ამბობს, რომ მდიდარი ქართველები უცხოეთიდან აქ იყიდიან, კონკრეტულად იმ ქალაქში და ჩამოვლენ, ვის ელაპარაკნენ. ესეც არ ვიცით პრინციპში, მაგრამ მე არ ამგონია, რომ მდიდარ ქართველს რომელიც ყველა შემთხვევაში უმცირესობაში აღმოჩნდება არაბების უმცირესობაში იმ ლოკაციაზე მოუნდება იქ ძვირად ღირებული უძრავი ქონების ყიდვა. მე არ ამგონია, ალბათ ვიღაცას ელაპარაკნენ და ვიღაცა დათანხმდა, არ ვიცი. ზარია ეთერში. გისმენთ ისაუბრეთ? დიახ, არის უკვე, არის. თქვენი ჯერია ისაუბრეთ. გისმენთ, ბატონო, ისაუბრეთ, გისმენთ. გაიციშე. პატივცემულებო, როდესაც რეკავთ ეთერში, უსმენთ ტელევიზორს ან რადიო მიმღებს. ტელეფონში რაც გესმით, ანუ ტელეფონში პირდაპირ გესმით ჩემი ხმა, ტელეფონში რაც გესმით, იმაზე გაეცით პასუხი და ანუ რეაგირება მოახდინეთ იმაზე. ზარია ეთერში, შემოვუშვით, გისმენთ, ისაუბრეთ. ალო. დიახ, გისმენთ. რა მაინტერესებს? ეს სიტყვაზე და შემოვიდა ის არაბული კომპანია თუ მოხდა ისე თუ მოხდა ბოლოს მივიდა იქამდე საქმე როგორც აღდა პროექტი. რომელ ქუჩას რა სახელი ერქმება? ან თუ ქართველ კაცს შეექმნება ეგეთ სიტუაცია და შესაძლებლობა თუ ექნება მივიდეს კალოცავში და სად იქნება, როგორ იქნება ქართველი კაცის ადგილი. აი მაინტერესებს. მე ერთი წამით არ გახვიდეთ ეთერიდან. მე ვერ გავიგე, თქვენ კითხულობთ, რომ იქ რო აშენდება ქალაქი, ქუჩებს ვისი სახელი გაერქმევა? მე კახეთში ცხოვრობდა, თბილისში ჩამოდივა და ვიცი რომელი ქუჩა
ხო, იქ სად უნდა ვიკითხო, სად უნდა მივიდე, ვიცი ფულში. ნუ ეხლა ანუ მე არ ვიცი ეხლა ირონიულად საუბრობთ ბუნებრივია. ირონიულად არ ვსაუბრობ. აბა მე ეხლა როგორ გაგცეთ პასუხი იმ მე რომ მოხდე პირადად. საქართველოში უნდა იგრძნო თავი თუ არაბეთში უნდა იგრძნო თავი, ეგ მაინტერესებს. ნუ თუ მე მეკითხებით თქვენ იქ საქართველოში როგორც საქართველოში თავს ისე ვერ იგრძნობთ. ეგ მაინტერესებს. ამიტომაც გამოვდივართ ჩვენ ამ პროექტების წინააღმდეგ, თორე ყველაფერი ისე კარგად და ლამაზად რო იყოს, რომ აქ უბრალოდ ინვესტიცია შემოდიოდეს რეალურად და ქართველებისთვის შენდებოდეს უძრავი ქონება, ხმას არავინ არ ამოიღებდა. ეს რომ მხოლოდ და მხოლოდ ინვესტიციის პროექტი, საინვესტიციო პროექტი რო ყოფილიყო. ანუ როგორც თქვა დეველოპერები რო შემოდიან და ახდენენ განაშენიანებას რომელიღაცა ლოკაციის, რომელიღაცა უბნის, იღებენ ფულს, ყიდიან, იღებენ ფულს და მიდიან. აქ მსგავსი პროექტი არ ხორციელდება, ამიტომაც გამოვდივართ, ყველა გამოდის ამ პროექტის წინააღმდეგ. აქ ფაქტიურად უნდა აშენდეს იმ ქვეყნისთვის ეს იქნება ექსკლავი, ჩვენს ქვეყანაში ეს იქნება ანკლავი. და ბუნებრივია ჩვენი პროტესტი სრულიად ლოგიკურია. აქ კონკრეტულად ფულის გაკეთებაზე არ მიდის საუბარი. აქ იმ საფრთხეებზე მიდის საუბარი, რომელიც ქვეყანას მომავალში სერიოზულ საფრთხეს უქმნის. და ჩვენ ამას ვხედავთ, ვაანალიზებთ, ამიტომაც უკვე დღეიდან დავიწყეთ, ასე ვთქვათ, გაპროტესტება ამ პროექტების. ზარი ეთერ შემოუშვით. საღამოშიდობისა, ბატონო გიორგი. საღამოშიდობისა. ბატონო გიორგი, მაინტერესებს ერთი შეკითხვა მინდა ასეთი დაგეცვათ. იქნება ეს დღევანდელ თემას არ ეხება, მაგრამ მაინც მე მაინტერესებს უბრალოდ მათ შესახებ. აი ადრე შეხედავ აქტივის ტელევიზიაში გამოდიოდა ვაჟა ოთარაშვილი, მერაბ ჭიქაშვილი, ზოგიერთი ჟურნალისტები ბამდომჩნარად და გვალე და კიდევ სხვები და იმას ვერ ვხედავ ახლა და ბატონი ბონდომჩნარშვილი არის პირველი არხის ბორდის წევრი. ამიტომ ვერ გამოვა აქ ხანდახან სტუმრად მოდის ხოლმე ჩვენს ეთერში. ბატონი მერაბ ჭიქაშვილი სხვა ტელევიზიაში არის წამყვანი, დამავიწყდა სახელი ტელევიზიის. ბატონი ვაჟა ოთარაშვილი სხვა საქმით არის დაკავებული და ყველასთან ჩვენ მე პირადად ვაგრძელებ მეგობრობას და თუ თქვენ გაინტერესებთ მოხდა რამე თუ არა, შეიძლება გარკვეული უკმაყოფილება იყოს რამოდენიმე ადამიანის მხრიდან, მაგრამ ესეთი რაღაცა ხდება ხოლმე. თუმცა პირად ურთიერთობაში მე პირადი ურთიერთობა კარგი მაქვს ყველასთან. გასაგებია ბატონო გიორგი, ახლა ვერ გავიგე. მეგობრებო, როდესაც ცდილობთ ხოლმე ისეთი კითხვების დასმას, რომელიც უშუალოდ თქვენთვის არის და თქვენ გაინტერესებთ, შეგიძლიათ პირადში მომწეროთ. როდესაც თქვენ გინდათ რომ საზოგადოდ გახდეს ცნობილი სხვადასხვა ფაქტი, კი ბატონო, დარეკეთ პირდაპირ ეთერში დასვით ეს კითხვა, მაგრამ რას გაძლევთ? აი გარ მესმის. ეს კითხვა რას გაძლევთ? ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანა არის გადასარჩენი. ელემენტარულად, აი ხო ვსაუბრობთ, რომ ქვეყანა რეალურ საფრთხეშია. ბევრმა შეიძლება გულთან ახლოს ვერ მიიტანა ეს საფრთხე. გავა წლები, თუ ჩვენ ამას დღეს გადავყლაპავთ, გავა წლები და დამიჯერეთ. ჯერთი ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ფეოდალურ სახელმწიფოში. ვერ გრძნობთ, რომ გარშემო ფაქტიურად ფეოდალური წყობაა. აი დაფიქრდით ელემენტარულად, თუ თქვენ კონკრეტული ჯგუფის წევრი არ ახართ, თქვენ ვერ დაინიშნებით ვერსად სამსახურში, ისეთ სამსახურში, რომელსაც მიაღწევდით თქვენი ცოდნით, რომ მართლა ყოფილიყო თავისუფალი, ჩვენი ქვეყანა რომ ყოფილიყო თავისუფალი. და ზოგმა შეიძლება თქვას, რომ სხვა ქვეყნებში სხვა მსგავსი რამე არის, გასაგებია, სხვა ქვეყანაში ბევრი რამე არის.
ბევრი რამე ცუდიც არის სხვა ქვეყანაში, მაგრამ ყველაფერი ხო არ უნდა გადმოვიღო და ყველაფერს ხო არ უნდა შევეგუოთ თუ ჩვენ ეს არ მოგწონს. და ვეგუებით მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებშიც ხომ არის ეს. არ არის ეს სწორი. თუ ჩვენ რამე არ მოგწონს, უნდა შევებრძოლოთ, უნდა შევეკამათოთ, უნდა გავაპროტესტოთ. ზარი ეთერში. ალო. დიახ, გისმენთ. გისმენთ, ისაუბრეთ, გისმენთ. გვაინტერესებს ერთი საკითხი თუ შეიძლება, ხო? ყობახიძემ გამოვიდა და ყობახიძემ თქვა, რომ არის კომერციული საიდუმლოება. მაინტერესებს იცით თუ ხალხს რას უმალავ ის ერთი არაბი ინვესტორი არც არის ინვესტორი ის ხო ის ფულს ჩადებს იმ ქალაქის აშენებაში ხო და იმას მალავს თავის ხალხს არ ასწემს პატივს და იმას სცემს პატივსკაც ხო არ გვესმის ეს რატო ხდება ესე დიახ აი ახლა არ გახვიდეთ ეთერიდან თქვენ რა კითხვაც დასვით ყველაფერს სწორად სვავთ თქვენ და კარგად აანალიზებთ მდგომარეობას რა შეიძლება იყოს აი მაგალითად სახელმწიფო დებს რაღაც კონტრაქტს უცხოურ კომპანიასთან ან უცხო სხვა სახელმწიფოსთან კომერციული საიდუმლოს შეიძლება წარმოადგენდეს თანხა ანუ რამდენად ეს პროექტი ხორციელდება და რატო რომ ესე ვთქვათ ოპონენტებმა, კონკურენტებმა ეს თანხა არ გაიგონ და მეტი არ შესთავაზონ. ამისთვის ხდება ხოლმე კომერციული საიდუმლო. როდესაც შენ უკვე გამაცანი და მითხარი რომ 6.5 მილიარდი უნდა შემოვიდეს, რა კომერციულ საიდუმლოებაზე მიდის საუბარი? რა თქმა უნდა, აბსურდია. კომერცია ამ შემთხვევაში რა შუაშია კომერციული საიდუმლო? რა შესყიდვებია იარაღს ვყიდულობ და არ გვინდა რომ ვიცოდეთ რა კონკრეტულად რა იარაღი გვაქვს შესყიდული, რაოდენობა რამდენი გვაქვს რაზე მიდის საუბარი? როგორც თქვენ არ გესმით, ასევე მეც არ მესმის, ერთადერთი მე შეიძლება წარმოვიდგინო, რომ ამ კონკრეტულ პროექტში დევს პირგასამტეხლო, რომელიც დაახლოებით არანაკლები იქნება ვიდრე ნამახვანხესის დროს იყო ჩადებული. ანუ 400 მილიონზე ნაკლები ალბათ არ იქნება. რატომ ხდება ასეთი რამ? იმიტომ კი არა რომ კომპანია ითხოვს, აი თქვა არაბულმა კომპანიამ მოითხოვა, მოდი მე შენთან დავდებ კონტრაქტს, თუ შენ რაღაც მიზეზის გამო არ მომეცი საშუალება რომ განვახორციელო ეს პროექტი თქვენს ტერიტორიაზე, მაშინ შენ მე უნდა გადამიხადო თქვა 400 მილიონი. არა. იმიტომ რომ სახელმწიფო ეთქვის შენ თუ ჩემ ტერიტორიაზე სიტყვაზე ვამბობ 10 მილიონზე მეტი არ დაგიხარჯავს და მე აღმოჩნდა რომ ვეღარ აგრძელებ პროექტს 400 მილიონი რაში გადაგიხადო. ეს ბუნებრივი კითხვაა და ლოგიკურიც არის და არავინ არ წავა ამ კონტრაქტის ხელმოწერაზე. მაგრამ თუ კი ხელისუფლებას უნდა რომ ითამაშოს თამაში, სადაც ორივე შემთხვევაში მოგებული დარჩება, მაშინ ხელისუფლება ასეთ კონტრაქტს დადებს და ამას დაარქმევს მერე კომერციულ საიდუმლოდ. რომ გეტყვის რომ ვერ გაგაცნობ ახლა ამ კონტრაქტს, არაბული მხარე ამბობს რომ კომერციული საიდუმლოა და მე არ მაქვს უფლება. სინამდვილეში თუ ჩაიშლება პროექტი, ეს ვარაუდია. მე უბრალოდ ვამბობ რომ შემიძლია წარმოვიდგინო რატომ დაარქვეს კომერციული საიდუმლო კონკრეტულად ისეთ პროექტს, რომელშიც არანაირი საიდუმლოება არ არსებობს. ანუ თუ კი მივაღწევთ იმას, რომ ტერიტორიებს შევინარჩუნებთ, ამ შემთხვევაში სახელმწიფო გადაუხდის კონკრეტულად არაბულ კომპანიას არა, იქ სხვა კომპანიასთან აქვს ხელმოწერა, ანუ იმის შვილობილი კომპანია. გადაუხდის 400 მილიონს და მე უკვე 400 მილიონიდან ის კომპანია დაიტოვებს 20-30-ს, რას კარგავს, რომ დანარჩენი ფული ოფშორულ ზონაში სხვადასხვა ანგარიშზე დაჯდება. ანუ ხელისუფლების ანგარიშებზე, ოღონდ ოფშორულ ზონაში. და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს, ხალხს ეგონება რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, სინამდვილეში ისევ გამარჯვებული დარჩა ხელისუფლება, იმიტომ რომ არ განხორციელდა ქალაქების აშენება, სამაგეროდ დიდი ფული მოიგეს. ერთადერთი აი ამას თუ დაედება საიდუმლოს გრიფითორე, სხვა არანაირი საიდუმლო არ შეიძლება არსებობდეს მან. თუ შეიძლება არ გამიფიშოთ, არ გთიშოთ. აი რა მაინტერესებს ისიც
ინვესტიცია ჩემი იმით, აი რასაც მე თვალს ვაგებნებ, ინვესტიცია არის რომ აშენოს იმ უცხოელმა ქარხანაში ჩაიდოს ფული. ჩვენმა სახელმწიფომ დართოს იმას ნება რომ ქარხანა აშენდეს, სოფლის მეურნეობას მიხედოს. ხო და ეს ინვესტიცია როგორ არის, როცა თავის საკუთარ ქალაქებს აშენებს ჩვენს მიწაზე არაბი ინვესტორი. ინვესტიცია არ არის ბატონო გიორგი ეს. მაინტერესებს თქვენი პასუხი. მე გეთანხმებით, კაცო. მეც ხო როდესაც ვამბობთ რომ ინვესტიცია, ჩვენ ვამბობთ რომ ბრჭყალებში არავითარი ინვესტიცია არ არსებობს. არც დეველოპერია, არც ინვესტორია. იმიტომ რომ აი მაგალითად ავიღოთ თბილისის აეროპორტი, ხო, რომელიც 27 წლამდე თურქების მენეჯმენტის ქვეშ არიან, ხო, ანუ არის აეროპორტი. თურქებმა ააშენეს. კი, თურქებმა ააშენეს და თურქები მართავენ და 27 წელს მთავრდება თურქების მმართველობა და გადმოეცემა საქართველოს. აი ამას ქვია ინვესტირება. თურქებმა ფული ამოიღეს, სარგებლობენ ქართველები და საბოლოო ჯამში ისევ საქართველოს მენეჯმენტის ქვეშ აღმოჩნდება ეს ტერიტორია. ამას წმინდა წყლის ინვესტირება ქვია. კი ბატონო, მაგრამ მე გეთანხმებით და არაერთხელ გვისაუბრე ამ თემაზე, არ შეიძლება დავარქვათ კონკრეტულ პროექტს ინვესტიცია, როდესაც პროექტის საბოლოო მიზანი არის არაბების ჩამოსახლება საქართველოში. მეც ეგ მაინტერესებდა. არ შეიძლება ამას ინვესტირება არ ქვია, ამას ქვია მზაკრული გეგმა, რომელიც სერიოზულად შეცვლის ჯერ ერთი ქვეყნის იდეოლოგიასაც, ქვეყნის მსოფლმხედველობას საბოლოო ჯამში მე ვამბობ 20 წელიწადში, 30 წელიწადში, მაგრამ შეიძლება ბევრი ჩვენთაგანი ვერ ციცოცხლებს თქვა მაგდენს, მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ხო დარჩებიან. ჩვენ დღეს თუ არ დავიწყეთ ეს ბრძოლა, რა ქვეყანას უტოვებ? 30 წელიწადში საქართველო ერქმევა რომ ამ ქვეყანას, ან 50 წელიწადში, თუ სხვა სახელი. დავით აღმაშენებლის ქუჩა იქნება ეხლა პლეხანოვზე დავით აღმაშენებლის ხეივანიდან რო შემოდის გზა დავით აღმაშენებლის ქუჩა რო ქვია 30 წელიწადში ისევ ეს ქუჩა ამ სახელით იქნება თუ რომელიმე იქ მუხამედ ალის ან რაღაც რომელიმე ოღლის რაღაც ქუჩა დაერქმევა აი ამაზე უნდა დავიწყოთ საუბარი დავიწყოთ მსჯელობა და დავიწყოთ გაპროტესტება ამისთვის ხდება ეს ყველაფერი და თუ დღეს ბევრი ვერ ხვდება რომ ეს საფრთხე არსებობს მე მოვისმინე დაახლოებით 2 თუ 3 დღის წინ ვიღაც ბლოგერი შემთხვევით მომხვდა ყურში რა რომელიც ამბობდა რომ რას ლაპარაკობთო არაბები რომ დღეს ლოიალურები არიან ესეთი არც ერთი ერი არ არისო რა დაპყრობაო რა ისაო რა ისა არიციან ისტორია ბატონო გიორგი არიციან ისტორიას თავი რო დავანებოთ აი დავივიწყოთ დავიწყება არ შეიძლება ისტორიას უბრალოდ ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ ისტორია გვერდზე გადავდოთ დღეს აქ რომ ჩამოვასახლოთ ნებისმიერი აზიური ეთნოსი ნებისმიერი მუსლიმანური ეთნოსი რომ ჩამოვასახლოთ აქ კომპაქტურად დავასახლოთ და მე გადიდდეს მათი დასახლება ეს უკვე იმას ნიშნავს რომ რაც არ უნდა იყოს მათ უფლებები ეძლევა და ამ უფლებებს ისინი გამოიყენებენ 100%-ით და ეს უფლება ჩვენს უფლებებთან შედარებით საბოლოო ჯამში აღმოჩნდება დომინანტი უფლება იმიტომ რომ უმრავლესობა გახდებიან ეგენი ქვეყანაში და მე ვსვავ კითხვას მეთქი უმრავლესობა ქვეყანაში რო გახდება უმრავლესობა გახდება პარლამენტშიც ეს უკვე იმას ნიშნავს რომ ხელისუფლებაც იქნება მათი ეს იმას ნიშნავს რომ აზროვნებაც იქნება მათი შენ თუ გამოხვალ და რაღაცას გააპროტესტებ უკვე უმცირესობაში ხარ როგორ დაგინდობენ და რას იზავენ არავინ არ იცის დღეს მაგრამ მე თქვენ გარწმუნებთ რომ თუ კი გავა 50 წელიწადი ან 100 წელიწადი და მუსლიმანობა გამოცხადდება სახელმწიფო რელიგიად შენ ვერ დაიწყებ ისტორიის გახსენებას და ვერ ითქვა ამდენი წელი ქრისტიანები ვიყავით და ეხლა გახდა იმიტომ რომ უმცირესობაში მყოფი ერი ვერაფერს ვერ მიაღწევს მე შეიძლება ეხლა შაუბნელ სურათს ვხატავ მაგრამ თუ ოდნავ ადამიანს შეუძლია ანალიზის გაკეთება მიხვდება რომ ეს მთლად ზღაპარი კი არ არის კაცო
ეს ის რეალობა, რომელიც შეიძლება წინდაგდგეს. დიახ, ჭეშმარიტება, ეგრე ვფიქრობთ, ეგრე ვფიქრობთ. კი ბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის. დიდი მადლობა რომ რეკავთ და მადლობა რომ აზროვნებთ, გაგვ ჯანსაღი აზროვნება და არ გეზარებათ. არც ეთერში რეკვა, არც აქციებზე გამოსვლა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყანა არის დასაცავი, ქვეყანა, არა პოლიტიკური პარტია, არა კონკრეტულად ვიღაც პირი, ქვეყანა არის დასაცავი, ზარია ეთერში. გისმენთ, ისაუბრეთ. საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობის. მე დარწმუნებული ვარ ეხლა ეგენ არაბები. ვერ გავიგე. რა თქვა ბატონო, ვერ გავიგე. ეგენი ვერ ახვდები არაბები რა თქვა, ძალიან ცუდად ისმის. ტექნიკურმა ჯგუფმა იქნება მომწეროს. თუ გაიგო ტექნიკურმა ჯგუფმა რა თქვა ამ ბატონმა, ან ზარია შემოუშვით. საღამოშვიდობისა. დაბალაპარაკეთ, იქეთ საით. ქალბატონო, თქვენ ხართ პირდაპირ ეთერში ისაუბრეთ, ქალბატონო. მე რატო საუბრობს, იქ საუბრობს, იქ. ის რო საუბრობს, ქალბატონო, გვიან გავა თქვენი საუბარიც, ამიტომ ისაუბრეთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. კარგი ბატონო. დიახ. და მაინტერესებს რა ის. ამ ხალხს აყურებიონ. ნუ რატომ უნდა ხმა? ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ქალბატონო, გააგრძელეთ საუბარი. ქალბატონო. გაითიშა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. უკვე ალბათ მე 1000, მაგრამ არ მეზარება, გავიმეორებ, იქნება ადამიანმა ვერ მოისმინა და ეხლა მაინც მოგვისმინოს. გვირეკავთ ტელეფონით, გვიკავშირდებით ტელეფონში, გესმით ჩემი ხმა. თიშავთ მიმღებს, უწევთ ხმას, გაუთიშეთ ხმა. ის რომ ტელევიზორში ხმა გესმით, ის მოგვიანებით წამოსული ხმა არის, იმიტომ დაგვიანებულია ზოგადად ხმის მიწოდება. ამიტომ თქვენ ისაუბრეთ და მოგვიანებით თქვენ თვითონ შეძლებთ და მოისმენთ საკუთარ ხმას პირდაპირ ეთერში. ზარია შემოუშვით. გისმენთ, ისაუბრეთ. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, ისაუბრეთ. დიახ, თქვენ ხართ ეთერში, ისაუბრეთ. მადლობა. მოკლედ საღამოშვიდობის. რაზეც არის საუბარი არაბიზაციის თემა რა. მარტო არაბიზაცია არ არის, ჩემ მგონი საქართველოს პრობლემა. რასაკვირველია? ხო, გასათვალისწინებელია თურქები, რუსები, აზერები ძალიან ბევრი რა. ყველა. კი, ხო და მარტო და ინდოელებზე საუბარი არ არის, საუბარი ხო. ინდოელები ყავდა 10 წუთის წინ. 10 წუთის წინ მეგობრებო, რომ მე ზუსტად ეს ვისაუბრე, რომ თურქები, რუსები, უკრაინელები ნებისმიერი ერი, რომელიც კომპაქტურად სახლდება, უქმნის საფრთხეს ჩვენს ქვეყანას. რა თქმა უნდა. ეგ ერთი თემა. რაც შეეხება მეორე თემას, დღეს აქტუალური იყო. ალო. დიახ, გააგრძელეთ. აქტუალური იყო ხა დღეს ბევრი საზოგადოებრივი ტელევიზიებიდან, რომ აი მაგალითად ნავთობ გამტარიანობასთან დაკავშირებით საქართველოში ერთჯერადად მოხდება ეკო. ხო. აქ არის საუბარი ვერ გავიგე ბოდიშით იქნება გაიმეოროთ, ცუდად მესმის თქვენ. ანუ ბატონმა პრემიერმა როგორც ბრძანა, ერთჯერად დაქოს ჯეიქანის იქნება რა. ანუ ბაქო თბილისი ჯეიხანის მილი ერთჯერადად გაატარებს მილი არა. აბა? სარკინიგზოთი გაივლოს საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი ნავთობს. აჰა. კი ბატონო. ხო. მე კიდე იქ იყო საუბარი ტრანზიტებთან დაკავშირებით, სადაც არავინ არ ახსენებს არასდროს, რომ 2018 წლის მერე საქართველოს აზერბაიჯანის საზღვარი არის ჩაკეტილი სამხრივად. სახმელეთ. დიახ, მანქანებით ვერ შედიხარ, კი ბატონო. ნახეთ, იქედან შეუძლიათ რომ გადმოვიდნენ. ეგ ვიცით. აქედან ვერავინ გადადის. თუ არ აქვს იქაური რაღაც კოდი არის და ამ კოდის საშუალებით რა. კი ბატონო.
და ამას ამ პრობლემიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ქართველი, რომელიც საინგილოში ცხოვრობს და ჩვენი აქედან ნახევარ საათის გზაზე არის მუცლები, ჩადიან ბაქოში, იქედან მერე მიდიან და წვალობენ და წლიდან წლამდე ოჯახები ერთმანეთს ვერ ნახულობ. და ამაზე რატო არავინ არ საუბრობს? საერთოდ ახლის არ უხსენებია, რომ აზერბაიჯანს ჩაკეტილია გამდენი წელია სახმელეთო სამხედრო. გააგრძელეთ და მე გიპასუხებთ ყველაფერზე ერთად. ანუ ეს კითხვები მაქვს, რომ ეს პირველი რაც არის, რომ არაბიზაცია მარტო არ არის ჩვენი პრობლემა და ეს ეხა წარმოიქმნა და აქამდეც აღებული ვიყავდით არა მარტო არაბებს ყველას. ხო და ამის იქეთ აი ეს სახმელეთო სამეზობლო ურთიერთობები რო არ არის დალაგებული, ამაზე არავინ არ საუბრობს. არ გახვიდეთ ეთერიდან, გთხოვთ, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ მერე კითხვა გაგიჩნდეთ. კი. აი დააკვირდით. ამ წლების განმავლობაში თუ კონკრეტულად პატრიოტთა ალიანსს ავიღებთ, მაგალითად და ობიექტივს, ჩვენ საუბრობთ თუ როგორ გათურქულდა აჭარის რეგიონი. და გახსოვთ თქვენ, რომ არჩევნების წინაც და არჩევნების დროსაც ბანერი გამოვაკარით ჩვენ იქ, რომ საფრთხე ემუქრება აჭარის რეგიონს და მე ქსენოფობიაც დაგვაბრალეს, შოვინიზმი, ყველაფერს გვაბრალებდნენ, ხო? კი ბატონო. ანუ ამაზე ჩვენ საუბრობთ მუდმივად და ეხლა დაემატა არაბიზაციის საკითხი. არაბიზაციის საკითხი დღეს აქტუალური რატომ არის? იმიტომ რომ აგერ დღეს არის და სერიოზული საფრთხეა, იმიტომ რომ თუ ჩვენ დღეს გავატარეთ, ხვალ უკვე თბილისიდან და გონიო ვეღარ გავაგდებთ. ის რომ აჭარაში ძალიან ბევრი თურქი შემოვიდა, ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ ეს არის უკვე მომხდარი ფაქტი და მათთან ბრძოლა ბრძოლა თურქებთან კი არა, კონკრეტულად შემოსვლასთან. ბრძოლა, სისტემური ბრძოლა, სხვანაირი უნდა იყოს და გვაქვს მოფიქრებული რაღაც მექანიზმები, მაგრამ თუ კი აქ ანკლავი შეიქმნა, იმასთან მე მექანიზმს ვეღარ მოძებნი. როცა მიწას ყიდულობენ, როდესაც უკვე უფლებრივი იურიდიული დოკუმენტი უკავია ხელში, შენ იმას ადვილად კი არა, მე ვერც წარმომიდგენია პრინციპში რა მექანიზმი შეიძლება მოვიფიქროთ, ხო? მაგრამ რაც შეეხება აზერბაიჯანთან მიმოსვლას, რატომ არ საუბრობთ ამაზე? თქვენ ხომ გესმით, რომ გადაცემა არის 1 საათიანი, სიტყვაზე არა, თქვენზე არ მაქვს საუბარი, თქვენ კი არა. არა, მე არ საუბრობთ ამ პრობლემაზე. მე გეთანხმებით და არა, მე არც იმას ვამბობ, რომ ჩვენ არ უნდა ვსაუბრობდეთ. უბრალოდ ვამბობ. ერთი წამი ერთ დავამატებ, კიდე ციტრა რასაც თქვენ ამბობთ, რომ ეს როდესაც საბუთები ეჭირებათ ხელში უცხოეთს მოქალაქეს. დიახ. უკვე რთული არის და ზუსტად ეგ საბუთები რომ უჭირავს აზერბაიჯანს. საინგილო არის გადაცემული რა 50 წლიანი თუ 100 წლიანი იჯარით იყო გადაცემული, რომ 100 წელს ეს უნდა დაბრუნებული იყო საქართველოს ტერიტორია. ეს რომ დარღვეული არის და ეს რომ მიტაცებული არის, რო არავინ არ ამბობს ისე და არც არავის მოუკითხავს აი ისტორია. კი გვერდზე გადავდოთ, კი წინ დავაყენოთ, ძალიან ბევრი არის ის, ძალიან ბევრი ადამიანის სუხილი არის ეგ. კი ბატონო, ამაშიც გეთანხმებით, მაგრამ ახლა კითხვას ვსვავ, დავით გარეჯი რეალურად ისტორიულადაც და საბუთობრივად ვისი ტერიტორია? საქართველოს ტერიტორია. აგაშენოთ ღმერთმა. ვიბრძოლეთ ჩვენ დავით გარეჯში. კი, ხელისუფლებამ რა გვითხრა? გამოიყვანეთ ხალხი მანდიდან აღარ გინდა დადგომა 3 თვეში ისე მოვაგვარებთ რომ აი მოგეწონებათო რა გააკეთეს 3 თვეში გადასცეს აზერბაიჯანს 3 თვეში რომ არაფერი არ გააკეთეს და მე ხალხი ჩუმად არის და რო არ თხოვს და არ აიძულებს ეგ არის არა ერთი წამით უყურეთ რა მომენტი აი პირდაპირ გეუბნებით იგივე საინგილოს პრობლემა იგივე დავით გარეჯის პრობლემა იგივე აჭარის პრობლემა რომელიც დღეს დგას ანუ თურქების პრობლემას გულისხმობ და ის პრობლემა რომელიც არის ახლა თბილისში იქნება თბილისში და გონიოში ყველა ეს პრობლემა ნახსენებია ანუ ძველი პრობლემები ნახსენები იყო ყოველთვის და ნაბრძოლი გვაქვს ეს პრობლემაც ახლა უკვე არის ნახსენები და ვიბრძვით ახლა მაგრამ თავარი პრობლემა რა არის აი დააკვირდით თქვენ სწორად აღნიშნეთ კი ბატონო სამთვეში არაფერი არ გააკეთეს ხმარატო არ ამოვიღეთ იმიტომ რომ ყველანი მიხვდით ჩვენ რომ პრობლემა ემატება და რეალურად თუ გინდა ეს პრობლემები ამ პრობლემების გადაწყვეტა თუ გინდა რეალური პრობლემა ხელისუფლებაა
სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ჩვენ პრობლემები მხოლოდ დაგვემატება და ერთ პრობლემას მეორე ემატება, მესამე, მეოთხე, მეხუთე და როდესაც უკვე 10 და 15 იქნება, ხალხი ხელს ჩაიქნევს და იტყვის, რომ ეხლა ყველას ვეღარ მოვაგვარებთ ჩვენ. ამიტომ მოდი როგორც არის ისე იყოს და ზუსტად ეგ უნდა ნიჰილიზმის დათესვა უნდა ხელისუფლებას. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ჩვენ დღეს გვესმის, რომ არსებობს მექანიზმები აჭარის, ასე ვთქვათ, განტვირთვის. მოდით გათავისუფლება არ დავარქვათ განტვირთვის. არსებობს მექანიზმები იგივე დავით გარეჯის სტატუს კვოს დაბრუნებაში. არსებობს საინგილოსთან მოგვარების იურიდიული მექანიზმები და ანალოგიურად არსებობს დღეს იმის საშუალება, რომ არ მივიყვანოთ საქმე იქამდე, რომ დაუკარგოთ ტერიტორია თბილისშიც და გონიოშიც. არსებობს და ჩვენ ვართ ხალხი ეს მექანიზმი, მაგრამ საბოლოო ჯამში ახალი პრობლემები რომ არ მივიღოთ, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ის ხალხი არ უნდა ვყავდეს ხელისუფლებაში, რომელიც ასე ადვილად თმობს საქართველოს ტერიტორიებს. ეს უნდა შეიგნოს ქართველმა ერმა. და რა გარანტია გვაქვს ბატონო გიორგი, რომ შემდეგი ხელისუფლება იგივეს არ გააკეთებს, უარესად არ დავკარგავთ ამ ყველაფერს და მეორე კიდე ნახეთ როგორ რაღაც არის სახელმწიფო, რომელიც შენს კუთვნილ მიწას დაეუფლება და იმისი სარგებლობის უფლება თქვენ არ გაქვთ სიტუაცია, აი ქართველებს არ გვაქვს იმისი, არ აქვს მნიშვნელობა ის რუსეთმა დაგვართვა, აზერბაიჯანმა დაგვართვა, თურქეთმა თუ ვინც დაგვართვა. მტერია ვინც რასაც გაწონ შენი მტერი არის, ხო? და აი ამ შემთხვევაში რომ რუსეთს მივიჩნევთ მარტო ჩვენს მტრად და დანარჩენი ჩვენთვის მოკეთებიან და რეალურად ყოველგვარი იარაღის გასროლის გარეშე გვართმევენ სოფლებს, გვართმევენ კუთხეს, გვართმევენ ყველაფერს აბსოლუტურად და ამაზე რო ვართ ჩუმად და მარტო იმას გავიძახდო ხელისუფლება შეიცვალოს. ხელისუფლება შეიცვალა არაერთხელ, მაგრამ ხელისუფლების შეცვლას ყოველთვის უნდა მოყვა მიწის დაკარგვა და საზღვრების შემცირება კიდე. ეხლა ორივე კითხვაზე გავცემ პასუხს. პირველი, სადა გვაქვს გარანტიები? აი უყურე დააკვირდით, ხელისუფლება, როდესაც ხალხი ითხოვს ხელისუფლების შეცვლას, გარანტირებულად არავინ არ ეუბნება მას, რომ აი ახალი გააკეთებს რაღაცა სხვას. არა, უბრალოდ ხალხი ხვდება, რომ ეს ხელისუფლება ამ გზით მიდის და ეს გზა ხალხს არ აწყობს. ამიტომ ცვლის ხელისუფლებას და თუ ახალი მოდის და იგივე გზას აგრძელებს, მათაც მერე უკვე ცვლიან. გარანტია პოლიტიკაში არ არსებობს. უბრალოდ თუ მე უკვე დავწმუნდი იმაში, რომ ეს ხელისუფლება თმობს საქართველოს მიწებს, მე ხვდები, რომ უნდა შევცვალო ეს ხელისუფლება. ახალი ვინც მოვა, დღეს კი არ უნდა მოუთხოვო ეს გარანტიები, მაგრამ რა თქმა უნდა, ისეთი კი არ უნდა ავირჩიო დღეს, რომ პირდაპირ მეუნება, რომ მე თუ ვიქნები ხელისუფლებაში გავყიდი საქართველოს მიწებს. არა, ისეთი უნდა მოვიყვანოთ, რომელიც დღეს იბრძვის საქართველოს მიწებისთვის, იმიტომ რომ ნაკლები შანსია, რომ მან გააგრძელოს ამ ხელისუფლებას გზა. ნაკლები შანსია, გარანტია არ არსებობს, მაგრამ შანსია ნაკლები. ეს ერთი. მეორე, ჩემთვის პირადად, აი როგორც გიორგი ლომია, თქვა პოლიტიკაში უკვე მრავალი წელია ვარ. ჩემთვის მტერი სახელმწიფო არ არსებობს. აი ზოგი ხო ამბობს რუსეთი მტერია, თქვა არაბები მტრები არიან. მე ასე არ ვუყურებ. რუსეთი მტერია, იმიტომ რომ მან ოკუპაცია მოახდინა ჩვენი ტერიტორიების, მე ასე არ ვიტყოდი მაგალითად. მე პირდაპირ უბრალოდ შეიძლება თავის სახელი დავარქვა, რომ მან მოახდინა ოკუპირება ჩვენი ორი რეგიონის და მას ეს აწყობს. მტრობა ამ შემთხვევაში არ გამოიხატება ოკუპირებაში. მტრობა გამოიხატება ყოველთვის გენოციდში. აი თუ კი უკვე შემოვიდა და მოახდინა ქართველი ერის გენოციდი, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი ერის მტერია. მაგრამ ამ შემთხვევაში ის მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ანალოგიურად არაბი, რომელიც შემოდის აქ და უნდა რომ ანკლავი შექმნას ჩვენს ტერიტორიაზე, მე იმას როგორც მტერს კი არ ვუყურებ, ის თავის ინტერესს იცავს. მე როგორც მტერ შეიძლება შევხედო იმ ხალხს, რომელიც ამას უშვებს, რომელიც დაუშვებს აქ ანკლავის შექმნას. ეგ ცალკე თემაა, გესმით? თორემ ყოველთვის სხვა ქვეყანას ექნება ინტერესი ჩვენს ტერიტორიაზე. არავის არ ექნება ქართველების ინტერესი, ანუ არავინ არ დაიცავს ჩვენს გარდა, ქართველების გარდა, საქართველოს და ქართველების ინტერესს, არც ერთი სახელმწიფო არ დაიცავს, არავინ მოგატყუოთ, არც თქვენ და მე მგონი თქვენ ეს გესმით. რომელიმე სხვა ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ აი ის არის ჩვენი მეგობარი, ეს არის ჩვენი მეგობარი, ის დაგვიცავს, არავინ არ დაგიცავს, თუ ეს პირადად მისი ინტერესი არ არის.
გახდება მისი ინტერესი დაგიცავს. არ იქნება მისი ინტერესი, ივაჭრებს შენით და გაყიდის. აქედან გამომდინარე. დიახ. აი ბოდიში ახლა მე ვიცი რომ ბევრი მაყურებელი იყო და სხვასაც უნდა რომ შემოვიდეს ეთერში ჩვენ ორი ნაწილით ვართ დღეს, ამიტომ მეორე ნაწილში შეუძლია და ძალიან მარტი კითხვას, რომ აი ამდენი ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? ეს ყველაფერი ომით დაკარგული, ომით უნდა დაბრუნდეს თუ უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებით? არა. ომით რეალურად საქართველოს შეუძლია რომ ომით დაიბრუნოს ტერიტორია. აი რეალურად თვალებს შევხედოთ. აი მაგას გეუბნებით მეც რომ რეალურად რომ შევაფასოთ საქართველოს რომ დაიწყოს ომი, ეს ფიზიკურად არ მოხდება. იქიდან გამომდინარე რომ არც რესურსი ეყრება, კიდევ უფრო მეტ დავკარგოთ და რაღაც. მე მაქვს საერთოდ მარტივი შედარება რომ ნებისმიერი ადამიანი ვინც რუსეთთან აი მაგალითად მე და თქვენ გვაქვს კონფლიქტი ერთად დაგვიფარო სიტყვაზე გეუბნებით გვაქვს კონფლიქტი ჩვენ თუ ერთმანეთთან კოჰაბიტაცია არ დავამყარეთ და გარეთ ძალებმა კიდე ადგეს და ჩვენს მიმართ დაიწყო კრიტიკა რომ იცი რა შენ ცუდი ხარ ირაკლი შენ ესე ლანძდეს ხო და ეს თქვენი მხრიდან ხდებოდეს ან ჩემი მხრიდან მეორე იყოს ესეთი ლანძვა და შეურაცხყოფები ხო? ამ შემთხვევაში კოჰაბიტაცია დამყარდება თუ არა ჩემსა და თქვენ შორის? არა, რა თქმა უნდა. და საქართველოს მხრიდან ყველა რეპორტაჟში რომ რუსეთი ესეთია, რუსეთი ესეთია, თუ მასთან არ ჩავიდა დელეგაცია, თუ მასთან არ ჩავიდა საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერზე ადგება და დაამყარებს კოჰაბიტაციას, რაღაცა დათმობები მოგვიწევს ერთი და მეორე მხარეს რაღაცა შეთანხმებამდე მისვლა. ან აფხაზეთს, ან ოსეთს, ან ნებისმიერ დაკარგულ ერთი გოჯამიტას, ვინმე დაგვიბნევს? გეთანხმებით. უბრალოდ საქართველოს აი ბოდიში რა ერთსაც გეტყვით 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე ერთხელაც თუ გაჟღერებულა ისო რუსეთთან დავამყაროთ ჩვენ მოლაპარაკება და შეიქმნას კომისია ვინც რუსეთთან უზრუნველყოფს ამ ყველაფერს ერთი ადამიანი თუ გამოსულა რომელიმე არჩევნების პერიოდში თუ დაპირებია ვინმეს და ვინმეს თუ უთქვამსო მოდი ესე გავაკეთოთ ხუმრობთ კაცო თუ არიცით უახლესი ისტორია ან 10 წლის თუნდაც 10 წლის მანძილზე რა ხდებოდა ქვეყანაში არიცით მე გახლავართ, როდესაც ვიყავი პარლამენტის წევრი, მე და ქალბატონი ირმა ინაშვილი ვიყავით პარლამენტში. მე ქალბატონი ადამ არშანია და სხვა დეპუტატები ჩავდიოდით რუსეთში. არ გახსოვთ ეს პერიოდი დუმაში? არა, ნახეთ, ზუსტად აი მან მინდოდა რომ მისულიყავ. მე მახსოვს ეს ჩასული ქალბატონი, აი ზუსტად არ მინდოდა რომ გამომახვილებინა ქალბატონი იმ ჩასული რო იყო და მოღალატეთ და რაღაც ბევრი შეურაცხყოფელი სიტყვებით რომ მოიხსენიებდნენ რომ როგორ გაბედა რაღაცა ტრალი-ვალი რა. მე ვიყავი მაშინ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც დუმაში შევხვდა დუმაში კალაშნიკოვს შევხვდით ჩვენ, იმ მათი მხრიდან 3 დეპუტატი იყო, ჩვენი მხრიდან იყო 3 დეპუტატი. შეიქმნა დიალოგის ჯგუფი. ვინ ჩაშალა ეს პროცესი? ხომ აი თქვენი წარმოდგენით მაგალითად. ვინ ამ ხელისუფლებამ ჩაშალა ეს პროცესი. იმდენად არ არის საზოგადოებისთვის მიკრომილი აზრი, მე ხა არ მაქვს უფლება რომ რაღაცა ვარაუდები გამოვხატო, მაგრამ ფაქტი არის რომ ამ შეხვედრას შედეგი არ მოყვა, თუმცა თქვენი ცდილობა რომ დასაფასებელი არის, ეს ფაქტი არის. ხო და მცდელობა ხო იყო? არა, მე მაქვს საუბარი. არა, მე ერთი წამით მათქმენი ერთი წამით. ერთი წამით მათქმენი. ჩვენი მხრიდან ხომ მცდელობა იყო. მთელი ეს დარტყმა, შავი პიარი, ტალახი, ჩვენ თავზე ხომ მივიღეთ. ხელისუფლებას დარჩა მხოლოდ უბრალოდ ამ პროცესის გაგრძელება, უკვე გაკვალულზე. ხვდებით? რატომ არ გააგრძელეს? იმიტომ რომ მაშინ და მეც გეტყვით, ერთ-ერთმა ხელისუფალმა თქვა, რომ აუ თქვენთან საერთოდ ყველანაირი საუბარიც დამთავრდაო. ნაცებთან ვისაუბრებთო, თქვენთან არაო. იმიტომ რომ მაშინ ორიენტაცია ჰქონდათ მხოლოდ დასავლეთზე. ეხლა შეეცვალათ ორიენტაცია, ეხლა ჩვენზე ამბობენ, რომ ესენი სხვა სალოცავებში დადიოდნენ, ლოცულობდნენ, დღეს სხვა ჩვენ არსად არ დავდიოდით სხვა სალოცავებში. სადაც დავდიოდით, იქ დავდივარ დღესაც. მე რომ მოსკოვში ჩავფრინდი ვაშინგტონიდან. თბილისიდან კი არ გავფრინდი პირველი ჩასვლა. ჯერ ვაშინგტონში ჩავფრინდი, მანდაც მქონდა შეხვედრები სენატორებთან, კონგრესმენებთან და State Depში, მერე ჩამფრინდი მოსკოვში, იმათანაც ჰქონდა საუბრები, ყველასთან ჰქონდა ჩვენ საუბარი. დღესაც
ანალოგიურ აზრზე ვარ ჩვენ და ამაზე ვსაუბრობთ მუდმივად. ყველასთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა. არავითარი მხარე არ უნდა გაჩნდეს პოლიტიკურ უკაზე საქართველოს. ჩვენ უკვე ვიცით მხარე, როდესაც ვართ, მეორე მხარე ყოველთვის გვჩაგრავს. ვარ დასავლეთის მხარე, რუსეთიდან ვიჩაგრებით, ვართ რუსეთის მხარე, დასავლეთიდან ვიჩაგრებით. რით ვერ მივხვდით, რომ ყველასთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა. ოღონდ ყველასთან საქართველოს ინტერესი უნდა იყოს დაცული პირველ რიგში. არა იმათი ინტერესები ჯერ და მე ჩვენი, არამედ ჯერ ჩვენი ინტერესი და მე იმათი. და როდესაც შენ ხარ ორ ძალთა შუა და ცდილობ რომ დაალაგო ყველასთან ურთიერთობა, ყველა ცდილობს შენთან რაც შეიძლება მეტი შემოგთავაზოს. ვინაიდან ყველას უნდა რომ შენ მათთან წამოხვიდე, მაგრამ შენ იმდენი გონი და ასე ვთქვათ სიბრძნე უნდა გეყოს რომ მიხვდე რომ როდესაც ხარ მხარე ყოველთვის საქართველოს იჩაგრება ამ დროს. უნდა ნეიტრალურ საქართველოს რო ვსაუბრობ ჩვენ. ამ ნეიტრალიტეტში ის კი არ იგულისხმება რომ ჩვენ ჩავიკეტოთ ყველასგან. პირიქით, ნეიტრალური საქართველო ნიშნავს რომ ყველასთან გავაბათ ურთიერთობა, ყველასთან. ოღონდ ისეთი ურთიერთობა, რომელიც პირველ რიგში საქართველოს ინტერესებს დაიცავს და არა სხვა დანარჩენი ქვეყნის. კეთილი, სამწუხაროდ ამ პირველი გადაცემის დრო ამოიწურა. დიდი მადლობა რომ დარეკეთ, დიდი მადლობა რომ სვავთ კითხვებს და შემოდიხართ დიალოგში. როგორც თქვი, არაერთხელ თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ხალხის აზრი არ გავითვალისწინოთ, აბა ვისი აზრი უნდა გავითვალისწინოთ. კეთილი, ამ გადაცემის დრო დამთავრდა, დაახლოებით 10 წუთში ისევ პირდაპირ ეთერში ვიქნებით, ბოდიშს უხდი იმათ, ვინც ვერ მოახერხა პირველ ნაწილში შემოსვლა ეთერში, სამაგეროდ გაქვთ საშუალება მეორე ნაწილში შემოგვიერთდეთ. დროებით გელოდებით მეორე ნაწილის დროს.